ამჟამად ორი ქვეყნის ნება გამოცდის წინაშე დგას, შეერთებული შტატებისა და ისრაელის. გამოცდაზე დგას არა მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობები, არამედ რაღაც უფრო ღრმა. არის თუ არა ამ ქვეყნების საფუძველში ჩადებული ღირებულებები საკმარისად ძლიერი, რომ გაუძლონ რეალურ ეკონომიკურ ტკივილს სტრატეგიული საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში, საფრთხის, რომელიც ემუქრება როგორც მათ, ასევე მთელ მსოფლიოს. რადგან ბოლო რამდენიმე საათში ეს გამოცდა კიდევ ერთხელ გახდა ძალიან რეალური. ომანის ყურეში ამერიკულმა მართვადი რაკეტებით აღჭურვილმა გამანადგურებელმა ცეცხლი გაუხსნა ირანულ ხომალდს. გააუნებელყო იგი და შემდეგ საზღვაო ქვეითები გაგზავნა მის დასაკავებლად. ეს გაფრთხილება არ ყოფილა, ეს იყო აღსრულება. ამავე დროს ახლა ირანი უარს ამბობს მოლაპარაკებებზე და ამერიკის მოთხოვნებს არაგონივრულს უწოდებს. და ამ ყველაფრის ცენტრშია ჰორმუზის სრუტე, სადაც როგორც ვიცით, მსოფლიოს ნავთობის დაახლოებით 20% გადის. ეხლა უმეტესობა ადამიანებისა არ აკვირდება დეტალებს ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ამას გრძნობენ. ისინი ამას გრძნობენ ბენზინგასამართ სადგურზე. ომამდე აშშ-ში ბენზინის ფასი $3 ნაკლები იყო, ახლა კი $4 მეტია. და აშშ-ის ოფიციალური პირები უკვე ამბობენ, რომ ეს შეიძლება თვეები გაგრძელდეს. იცი რა, ყველაფერი მარტივ კითხვამდე დადის. არის თუ არა ისრაელი და დასავლეთი მზად გადაიხადონ ეს ფასი? ამ თემის გასაშიფრად ჩემთან ერთად არის ჩემი მეგობარი დევიდ მაგერმანი. დევიდმა 2000 წლეულზე მეტი დრო გაატარა რენესანს ტექნოლოგიებში, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჰედჯ ფონდია. ის კომპიუტერული მეცნიერების დოქტორია, ცნობილი ინვესტორი და ფილანთროპი. მაგრამ ბოლო წლებში დევიდი ბაზრებსა და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს გაცდა და უფრო ღრმა საკითხებზე გადაინაცვლა. იდენტობისაბისა და მიზნის კითხვებზე, როგორც პირად, ისე ეროვნულ დონეზე. დევიდ, მადლობა რომ შემოგვიერთდი. მადლობა მოწვევისთვის. დიახ, ნამდვილად სასიამოვნოა. მიხარია რომ ამ პერიოდში ისრაელში ხარ. როგორი აქ ყოფნა? საოცარია. ჩემი ბოლო 2 მოგზაურობა გაუქმდა. ამიტომ ისევ გეგმავდი ახალ მოგზაურობებს და ბოლოს მოვახერხე ქვეყანაში შემოსვლა. ეს ხომ ის ადგილია, საიდანაც უნდა წავიდეთ, რადგან ომი მიმდინარეობს. არასოდეს. ეს ჩემი სახლია. ეს სახლია. იცი დავით, ერთი რამ რაც დაწერე. ერთი კვირის წინ მომხვდა თვალში და მინდა რომ მიმდინარე მოვლენების კონტექსტში განვიხილო. როგორც ახლა ვახსენე, ჩვენ ხედავთ რა თქმა უნდა დიდი სიურპრიზის გარეშე, რომ ირანი ცდილობს დაარღვიოს აშშ-ს ბლოკადა და აშშ-ს მიერ დაწესებული შეზღუდვები. და ჩვენ გვყავს საზღვაო ქვეითები, რომლებმაც გემი აიყვანეს და ბენზინის ფასები, როგორც აშშ-მ თქვა, კვლავ გაიზრდება. ვიცი რომ შენ და მე ამაზე ვისაუბრეთ, როგორც კამერასთან, ისე კამერის მიღმაც. მაგრამ ერთი კვირის წინ რაღაც დაწერე, რაც მართლა მომხდა თვალში. და იცი, შენ ყურადღება მიაქცი ამ ანტისემიტურ მემებს, რომლებიც გავრცელდა და ამბობენ, რომ ებრაელები არიან გაზის ფასების ზრდაში დამნაშავეები. ჩემი პირველი რეაქცია იყო დამეცვა ეს. და ოჰაიოს ერთ ბენზინგასამართ სადგურზე დავინახე, რომ ტუმბოს გვერდით იყო წარწერა. ეს ებრაელებმა გააკეთეს. ამიტომ იცი, მე და სხვები ვამბობდით, არა იცი, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალი არ არის, მაგრამ შენ სტატიაში ეწერა, დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ეს. დიახ, მოგვიხევით ცოტა იმაზე რა გავაკეთეთ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შეცდომა დასავლურ საზოგადოებაში ის არის, რომ გგონია თითქოს ეკონომიკაზე აგებული საზოგადოება ვართ. ჩვენ ფინანსური საზოგადოება ვართ და ყველაფერი ფულზეა დამოკიდებული. და ყველაფერი ჩვენს საარსებო წყაროზეა, ჩვენს მატერიალურ კეთილდღეობაზე და მეტი ფულის შოვნა წარმატებად ითვლება. იცით, ჰაშემმა შექმნა საზოგადოება, სადაც არიან ადამიანები, ცხოველები და ადამიანთა ჯაჭვში ყველაზე მაღლად განან ადამიანები, ხოლო ებრაელებს აქვთ ღვთიური სული და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ იზრუნონ სამყაროზე. მაგრამ ჩვენ ვართ ადამიანების საზოგადოება და ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ, არა ჩვენს საბანკო ანგარიშებზე. და რაც ირანთან, ნავთობის ინდუსტრიასთან და ოპეკთან გვაქვს საქმე, სწორედ ეს არის. ჩვენ ვიყავით მწევლები ბენზინის ფასების ზრდის მუგარის წინაშე, რაც ყველა საქონლის ფასს ზრდის, ქმნის ინფლაციურ გარემოს და საჩთხეს გარაფხეს უქმნის ჩვენს მოკლევადი ენკეთილეობას. და ჩვენ მივეცით ბოროტებას უფლება, ემართა ეს შანტაჟი და წარმატებით შეგშანტაჟებინა. და რაც ჩვენ ავირჩიეთ როგორც ტრამპის, ისე ნეთანიაჰუს ადმინისტრაციებთან, არის ის, რომ დავთანხმდით ბენზინის ფასების ზრდაზე. მოკლევადიან პერსპექტივაში, კარგის მისაღწევად, რომ შევქნათ კარგი შედეგი მსოფლიოში, კეთილი ბოროტის საპირისპიროდ. და ამის გაკეთების სურვილი, ჩემი აზრით, წარმოუდგენლად მამაცია, მაგრამ ამავდროულად ეს არ უნდა იყოს სიმამაც. იდეა, რომ ბოროტების დასამარცხებლად უნდა ვიყოთ მამაცები მხოლოდ იმისთვის, რომ ცოტა ფული არ დავკარგოთ, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ის, რაც დასავლურ საზოგადოებაში არასწორადაა. და ვფიქრობ, რომ ისრაელი და ებრაელები ამ ცვლილების ცენტრში არიან. დიახ, ეს ბრწყინვალეა. იცით, ჩემი აზრით, ადამიანების უმეტესობის პირველი რეაქცია იყო, რომ თავი დაეხციათ ამ ყველაფერს. თქვენ კი პირიქით, მიუახლოვდით და საუბრობთ იმაზე, რომ მზად უნდა ვიყოთ ამის გასაკეთებლად.
უნდა გვიამაყებოდეს რომ ამას ვაკეთეთ. უნდა გვიამაყებოდეს. ასევე ამერიკაში, ანუ ისრაელშიც უნდა გვიამაყებოდეს, რადგან ჩვენც ვიღებთ რაკეტებს. საშუალო ამერიკას როგორ აუხსნათ, რომ ამით უნდა იამაყოს? არ არის საჭირო. ეს ჩემი აზრით პიარის ომის მცდარი წინაპირობა, რომ ჩვენ არ გვჭირდება დავარწმუნოთ ხალხი, რომ კარგები ვართ. ჩვენ უბრალოდ კარგები უნდა ვიყოთ და არ გჭირდება დავარწმუნოთ ხალხი რომ შესანიშნავები ვართ. უბრალოდ შესანიშნავები უნდა ვიყოთ. და ვფიქრობ რომ როცა ვცდილობთ ხალხის დარწმუნებას, ეს რეალურად ამცირებს არგუმენტის ძალას. ჩვენ უბრალოდ სწორად უნდა მოვიქცეთ და თუ სწორად მოვიქცევით და ჰაშემი დაგვეხმარება წარმატებაში და დავიწყებთ სიკეთის კეთებას მსოფლიოში, თუ შევძლებთ ირანის დამარცხებას და ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მოხსნას და მომავალში ნავთობის მიწოდების ართგენას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხალხისთვის არ დაგჭირდება იმის თქმა, რომ ეს კარგია. ისინი დროთა განმავლობაში თავად განიცდიან მის სიკეთეს. და საბოლოოდ, როცა კიდევ უფრო მეც გარდა მამაც საქმეს გავაკეთებთ, ხალხი შეწყვეტს ჩვენთან ბრძოლას, რადგან მიხვდებიან, რომ ჩვენ სიკეთის დალა ვართ მსოფლიოში. მაგრამ როცა ვცდილობთ მათ დავაჯეროთ ეს რეალურ დროში, სანამ ის სარგებელს დავინახავთ, უბრალოდ ისე გამოვიყურებით, თითქოს საკუთარ თავს ვიმართლებთ. იცი საოცარია, ასე ჩანს ირანი, იცი ამ ბოლო კონფლიქტამდეც კი შეგიძლია ნახო ეხლა უკვე გარდაცვლილი ღმერთსმადლობა აიათოლა ხამენეი ამბობდა, იცი, ამერიკა დაძველებულია, არ აქვს მორალური ღირებულება, ხომ ასეა. ასეთ კომენტარებს აკეთებდა. და მე ვუსმენდი მას. ვუსმენდი და ვფიქრობდი, ალბათ ეგონა რომ ამერიკას არ ექნებოდა მორალური სიმტკიცე, რომ ეს ფასი გადაეხადა. და არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკას ჰქონდა ეს. ვფიქრობ, იცი, ისრაელი არის ისრაელი ჩვენ გვაქვს თვით შეგნება, რომ ამერიკას უფრო სჭირდება ისრაელი, ვიდრე ისრაელს სჭირდება ამერიკა. და ამერიკა ისრაელთან ერთად მოქმედებს. ჩვენ გავწმინდეთ საჰაერო სიუცეს, სანამ ამერიკა შემოვიდოდა და ბირთვულ ობიექტებს დაბომბავდა. ჩვენ გვაქვს უნაკლო შედეგი საჰაერო დარტყმებში და ჩვენი საჰაერო ძალები ირანთან ბრძოლაში. ჩვენ ვართ, ვიტყოდი, ამჟამად მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია და ამერიკა სარგებელს იღებს ჩვენთან ალიანსით. და მე არ ფიქრობ, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი მორალურები არიან და ხედავენ ჩვენი ქმედებების მორალურ მხარეს. ვფიქრობ, მათ სურთ გამარჯვებულის მხარეს ყოფნა. და ტრამპმაც კი ეს თქვა რამდენიმე დღის წინ. მან თქვა, რომ ისრაელი ძლიერია და ისრაელი გამარჯვებულია და ისინი ბედნიერები არიან, ამერიკა ბედნიერია, რომ ჩვენთან ალიანსშია, ეს პირიქით არ არის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამერიკა შეიძლება იყოს მორალური და შეიძლება არ იყოს მორალური, ეს ჩემი საკითხი არ არის. ჩემი საკითხი ის არის, რომ ისრაელი უნდა იყოს მორალური ქვეყანა. უნდა გააკეთოს ის, რაც სწორია ჰაშემისთვის. ჩვენ უნდა შევასრულოთ ის, რაც ჰაშემმა მოგთხოვა, როცა ისრაელი მოგცა. ანუ გავხადოთ ეს მიწა წმინ და ვიყოთ წმინდა ხალხი. ვფიქრობ, სწორედ ამას ვიწყებთ ახლა. იცი დავით, როცა გისმენ პირველ რიგში იგრძნობა სიწმინდე და სიცხადე იმაში, როგორც ამას ხედავ ჩვენს რწმენაში და როგორ იყენებ მას, ხომ ასეა. ხშირად ადამიანები სინაგოგაში მიდიან, შეიძლება ეკლესიაში წავიდნენ, შეიძლება მთაზე ავიდნენ. და ეს ჩვენს ქმედებებთან განცალკევებულია. შენ ამას მთლიანად ხედავ. და მე ეს ვიცი, რადგან შენთან მისაუბრია. ეხლა შენი წარსული, შენ იყავი, იცი, ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელი და ეს მაშინ როცა ხალხს ჯერ კიდევ არ ქონდა ამისთვის სახელწოდება. მითხარი ცოტა რამ შენს წარმოშობაზე ჩვენი აუდიტორიისთვის და თქვი თუ არა ამას შენი გზის დასაწყისში, როცა 18 წლის იყავი, ან როცა დაიწყე. არა, სინამდვილეში, როცა ეს ახსენე, მე რო საშუალო სკოლაში ვიყავი, 1985 წელს, ისრაელში ალექსანდრე მუსის სახელობის საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, 10 კვირით ჩამოვედი ისრაელში და ღმერთმა ჩემთან ისაუბრა. და მე ვიყავი სეკულარული ებრაელი, არარელიგიურ, კონსერვატიულ ოჯახში, ბარმიცვაზე. მაგრამ მხოლოდ ებრაული ასოები ვიცოდი. სიტყვების მნიშვნელობა არ ვიცოდი და ჩამოვედი ისრაელში. და პირველად როცა სკოპუსის თვიდან იერუსალიმს გადავხედე, ღმერთმა ჩემთან ისაუბრა და მითხრა, უნდა დაიცვა თორა, უნდა დაიცვა მცნებები, უნდა იყო კარგი ებრაელი. და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ამასთან დაკავშირებით. და მომდენო რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდი გამიანალიზებინა ეს ყველაფერი, მაგრამ საბოლოოდ ვერ შევძელი. ეს განცდა გაქრა, თითქოს ჩაცხრა და მხოლოდ მოგვიანებით ცხოვრებაში კვლავ დაბრუნდა. მაგრამ მე აგვიზარდე აკადემიური მიღწევების რელიგიაში. ჩემი მამა ტაქსის მძღოლი იყო. მე გავიზარდე არა სიღარიბეში, მაგრამ ნამდვილად დაბალი საშუალო ფენის ოჯახში. და მე მინდოდა ჩემთვის უკეთესი ეკონომიკური შედეგის მიღწევა აკადემიური წარმატებისთვის, სწრაფვისა და შრომის მოყვარეობის გზით. და ეს შევძელი კიდეც. სტენფორდში დოქტორის ხარისხი ავიღე. მე ვქმიდი ენის მოდელებს 90-იანი წლების დასაწყისში, ჩემი დოქტორანტურის დროს, სანამ ხალხი საერთოდ გაიგებდა რა იყო ეს. შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან ადრე ვიყავი იმ კვლევაში, რასაც ვაკეთებდი. მათემატიკური მოდელები მაშინაც ძალიან გავდა იმას, რაც დღეს გვაქვს. უბრალოდ მაშინ არც მონაცემები ქონდა და არც გამოთვლის ძალა.
ამიტომ გადავედი რაოდენობრივ ვაჭრობაში. უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები, რომლებთანაც IBM-ში მუშაობდი კვლევაზე, გადავიდნენ Renaissance Technology-ში. და ჩემი ზრდასრული ცხოვრების უმეტესი ნაწილი 20 წელზე მეტი გავატარე პროგრამული უზრუნველყოფის წერაში, პროგრამული სისტემების შექმნაში და სავაჭრო ალგორითმების ოპტიმიზაციაში ან ძალიან წარმატებული hedge ფონდისთვის. მუშაობდი ადამიანებთან, რომლებიც ჩემზე ბევრაჭკვიანები იყვნენ, მაგრამ მე უფრო ეფექტური ვიყავი სისტემების შექმნის, ინჟინერიის ნაწილში. და ვისწავლე ფურის ღირებულება, ასევე ვისწავლე ფურის უარყოფითი მხარე, რომ როდესაც ბევრი ქონება გაქვს, დიდი პასუხისგებლობაც გაქვს. და ამ ნაწილს კარგად ვერ უმკლავდებოდი. არ მქონდა ისეთი სოფლმხედველობა ან ღირებულებები, რაც ჩემს ქონებას შეესაბამებოდა. და როცა ფულის გაღება და გარკვეულწილად ხარჯვა დავიწყე, ამასაც კარგად ვერ ვაკეთებდი. და ვგრძელდი, რომ ჩემს შვილებს წოგზავნილს ვერ ვაწვდიდი. მაშინ ორი პატარა შვილი მყავდა და ისეთი ცხოვრობით არ ცხოვრობდი, რომელიც მეგონა რომ მათთვის გადამეცემოდა. ვამბობ, რომ გრძნობდი თითქოს ცხოვრობდი იმ პრინციპით, რომ ვინც ყველაზე მეტ ქონებას დააგროვებს, ის იმარჯვებს. და მიუხედავად იმისა, მჯეროდა თუ არა ამის, არ მინდოდა ეს ჩემს შვილებს გადამეცათ. ამიტომ გადავწყვიტე, რაღაც უკეთესი და ღრმა მეძებნა. და შემთხვევით კი არა, არამედ იმიტომ, რომ ჰაშემა ამ ყველაფერში მიმიძღვა, ასე მოხდა. ჩემი ბიძაშვილი ისრაელში SIP ოჯახის ზეიმს აღნიშნავს. მე ისრაელში ჩავედი და ვნახე, როგორი იყო თორათი გაჟღენთილი ცხოვრება. მომწონდა და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი როგორ შემერთებოდა ამას, უყურებდი და ვიცოდი, რომ მიყვარდა. და რა გიყვარდა? ანუ რა ნახე? მიყვარდა ის სიყვარული, რაც თემის წევრებს შორის იყო. ჩემი ბიძაშვილი ამ თემში ცხოვრობდა. ის თითქოს ამ ყველაფრის ცენტრში იყო. თითქოს თავისი პატარა სალოცავის ერთგვარი მერი იყო. ყავდა მეგობრები და ნათესავები და ისინი უბრალოდ ერთმანეთი უყვარდათ. და ისინი იყვნენ, რომ მისი შვილის ბარმიცვა სიხარულით, მხიარულებით, ღრმა სიხარულით ეზეიმათ. ასევე დავინახე, რომ მაგიდასთან ეს ბავშვები ისხდნენ. ქონდა საუბრები და ყველა საუბარი თორას ეხებოდა. და ამ 10 წლის ბავშვებმა ჩემზე მეტი იცოდნენ. და ისიც მე არ ვიყავი მიჩვეული, რომ ოთახში ყველაზე უგუნური ყოფილიყავი. და გრძნობდი, რომ რასაც მაგდა, არა იმიტომ, რომ თორა მესწავლა, რატომ უნდა მეგზნო თავი ცუდად, რომ არ ვიცოდი. მაგრამ ეს ჩემი მემკვიდრეობა, მე ებრაელი ვარ, ეს თორაა და გრძნობდი, რომ ან სალბარში უნდა ყოფილიყავი. და ამ უკმაყოფილებამ საკუთარი თავით მიმიყვანა იმ ორგანიზაციასთან, რომელსაც ეწოდება პარტნიორები თორაში, როცა ამერიკაში დავბრუნდი. დავიწყე ყოველკვირას სწავლა შესანიშნავ სასწავლო პარტნიორთან, სახელად დანიელ ალტმანი, რომელიც ადვოკატია დინეკიდან. და 7 წლის განმავლობაში უბრალოდ ცდილობდი გამეგო, როგორი იქნებოდა ორთოდოქსულ იუდაიზმთან შეხება. ამ 7 წლის განმავლობაში ერთ მომენტში მე გავხდი ფრამედი, გავხდი თორა. ჯერ კიდევ არ გავხდი თორას დამცველი ებრაელი, მაგრამ გავხდი ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ უნდა ყოფილიყო თორას დამცველი ებრაელი. და შემდეგ რამდენიმე წელი ვცდილობდი გამეგო, როგორ შემეტანა ეს ჩემს ოჯახურ ცხოვრებაში. მიწევდა ახალი უბანში გადასვლა, რადგან არ ვიყავი არუის პარკლებში. სინაგოგამდე ფეხით მისასვლელ მანძილზე არ ცხოვრობდი. ჩემი გამჩემი ცოლი ძალიან კმაყოფილი იყო იმ ადგილით, სადაც ვიყავი. და მომიწია მთელი ოჯახი დამერწმუნებინა, რომ თავი აეყარათ. და მხოლოდ 10 მილით შორს გადავსულიყავი საცხოვრებლად. მაგრამ ეს დიდი ცვლილება იყო, ჩვენი თემისთვის იყო. და მადლობა ღმერთს. ჩემი შვილები ყველა განსხვავებულია. თითოეულს თავისი გზა აქვს და ყველა ამ ცვლილებას დაეთანხმა. და ჩემი ცოლიც ძალიან დამიდგა გვერდში ამ ცვლილებაში. მაგრამ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც იომ-კიპურზე მუშაობდა, მაგრამ არ ჭამდა. და ეხლა ვარ ადამიანი, რომელიც იომ-კიპურს წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე ბედნიერ დღედ მიიჩნევს. და ეს ჩემთვის მართლაც დიდი გარდატეხა იყო. რას ფიქრობდნენ რენესანსის ბიჭები ამაზე? დილით მაინც მიდიოდი სამსახურში. ეს შენს მუშაობაზე აისახა? არა, ანუ ეს მაშინ მოხდა, როცა გარდატეხის პროცესში ვიყავი. გადავედი. ეს მაშინ დაიწყო, როცა ნიუ-იორკში ოფისში მუშაობდი. საბოლოოდ რეალურად 2 წლით რენესანსიდან წავედი, შემდეგ ფილადელფიაში გადავედი და შემდეგ კომპანიას კვლავ შევუერთდი დისტანციურად მუშაობით. ამიტომ ამ გარდამავალი პერიოდის უმეტესობა მაშინ მოხდა, როცა იქ მყოფი ყველა ადამიანისგან მოშორებით ვიყავი და მათთან კონტაქტი არ მქონდა. მაგრამ როცა ეს საქმე დავიწყე და თორას სწავლა დავიწყე, რენესანსის ტექნიკური პერსონალის რამდენიმე ებრაელმა წევრმა, განსაკუთრებით ერთმა მათგანმა, პირდაპირ მითხრა, რომ ეს იყო ყველაზე სულელური რამ, რაც კი ოდესმე გამიგეთები. და ძალიან მკაცრად გამაკრიტიკა სისულელისა და უცხოდინდრობის გამო და თითქმის ბოროტებადაც კი ჩათვალა თორასეული მსოფლმხედველობისა და ცხოვრების არჩევა. და ჩემი მენტორი, რომელიც ებრაელი არ იყო, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემდი, ასევე ფიქრობდა, რომ ეს, როგორც მახსოვს, მისი სიტყვებით რო ვთქვა, იდიოტური იყო. რატომ არის ასე? ანუ თუ უთხრიდი, რომ ინდოეთში მედიტაციას აპირებდი, არ ვიცი რას გეტყოდნენ.
ისინი იფიქრებდნენ, რომ ეს ძალიან დასაფასებელია, ამას შეაქებდნენ. არა, იმიტომ რომ ხალხს აქვს მცდარი წარმოდგენა თითქოს თორა ანტიმეცნიერება. და რომ სამეცნიერო მეთოდი შეუთავსებელია რწმენასთან, სულიერი სამყაროს, უმაღლესი ძალის, რაღაცის, რაც ფიზიკურს სამყაროს ფიზიკას ციკება. ისინი ვერ ხვდებიან, რომ სამყაროს ფიზიკა არის თორა, რომ ბუნებრივი სამყარო და მისი მთელი მათემატიკა ერთ-ერთი მთავარი სასწაულია, რომელიც ღმერთმა გამოიყენა სამყაროს შესყაროს შესაქმნელად. ოს შესაქმნელად. და რაც უფრო მეტ ვსწავლობთ მეცნიერებაზე, მით უფრო თავსებადია ის მისტიკურ გაგებასთან. რამდენიმე წლის წინ დავესწარი ხავადის ლექციას JLI-ის რიტრიტზე, სადაც იყო ფიზიკოსი, რომელიც რელიგიურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ის სწავლობდა კვანტურ ფიზიკას და შავ ხვრელებს, ბნელ ენერგიას, ბნელ მატერიას. და მან თქვა, რომ ბნელ საუკუნეებში და მანამდე მისტიკოსების უძველესი ნაწერები ზუსტად აღწერდა იმას, რასაც მეცნიერები მხოლოდ მე-20 და 21 საუკუნეებში აღმოაჩენდნენ. კვანტური ფიზიკისა და ბნელი მატერიის აღმოჩენის შესახებ. და მისი მათემატიკა ემთხვეოდა იმას, რასაც რაბინები 1500 წლის წინ ამბობდნენ ებრაულ მისტიციზმას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ გადავდივართ იმ აზრიდან, თითქოს მეცნიერება ავითარებს ჩვენს გაგებას სამყაროს შესახებ, იმ გაგებამდე, რომ როდესაც მეცნიერება და თორა არ ემთხვევა ერთმანეთს, ეს იმიტომ ხდება, რომ მეცნიერება ჯერ კიდევ საკმარისად არ არის განვითარებული და მაინც უნდა მივუყვეთ მეცნიერებას. უნდა გავაკეთოთ ეს იცით, ღმერთმა მოგცა გონება, რომ გავიგოთ სამყარო და უნდა ვსწავლობდეთ მას, სანამ უფრო სრულად არ გავიგებთ. მაგრამ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ღმერთი სამყაროს ჩვენზე უკეთ იცნობს, რადგან მან შექმნა იგი და თორა არის ღმერთი. ამიტომ თორა თავისი არსით უფრო ზუსტია ვიდრე მეცნიერება. და ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ნიუტონის მიხედვით, სანამ არ გავიგებთ, რომ ის ცდებოდა და აინშტაინი იყო მართალი. და შეიძლება აინშტაინიც ცდებოდა და ჰოკინგი იყო მართალი. მაგრამ თორა უნდა დავიცვათ იმაზე დატრდნობით, რასაც რაბინები ამბობენ და რასაც ზეპირი ტრადიცია ამბობს და რასაც ღმერთი ამბობს, სანამ ეს ყველაფერი ერთმანეთს არ დაემთხვევა. არის ვინმე ტექნიკურ ან სამეცნიერო სფეროში, ვინც იმავე პოზიციაზეა როგორც თქვენ და ხედავს, როგორ ერთიანდება ეს ორი სამყარო. რა თქმა უნდა, ანუ მეც ამიკითხავს ადამიანის ნაშრომები, ვინც ამაზე წერს. ხშირად ისინი, ვინც ამაზე წერს და ყველაზე ხშირად კვეთდება, ყველაზე სკანდალურები არიან, რადგან სურთ რომ სკანდალური იყვნენ. და ვფიქრობ ეს ზოგადად ყველაფერზე ასე. არა, უკაცრიელად მე არ უსმენ პოდკასტებს, არ ვკითხულობ სიახლეებს, საერთოდ არ ვადევნებ თვალს არც ერთ მეინსტრიმ მედია საშუალებას, არც თანამედროვე წიგნებს ვკითხულობ. ასევე ბოდიშს გიხდით. იმიტომ რომ გონია უმეტეს შემთხვევაში, ვინც ენერგიას, ფულს და დროს ხარჯავს პოდკასტის გამოსაცემად, სტატიების დასაწერად, ან თუნდაც წიგნების დასაწერად, უმეტესად ამას აკეთებს იმისთვის, რომ დამარწმუნოს რაღაცაში, რაც ალბათ სიმართლე არ არის. და მათ ამის შესახებ უნდა დაწერონ, რომ დამარწმუნონ, იმის ნაცვლად, რომ მე თავად გამოცადო სამყარო და თავად მივიდე ამ დასკვნამდე. და ხვდები, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ინფორმირებული ადამიანი ვარ, ვისაც ვიცნობ, მაინც უფრო მეტი ვიცი სამყაროზე ვიდრე უმეტესობა, რადგან დეზინფორმაციით არ ვირებ არასწორ ინფორმაციას. ამიტომ როცა ახალ ამბებს არ ვკითხულობ, ვიცი რომ მეტი ინფორმაცია მაქვს ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც კითხულობს ახალ ამბებს და იღებს უარყოფით ინფორმაციას მასმედიიდან. ეს საოცარია, ანუ შენ როგორც ბერბერი ხარ მთის წვერზე. მე ჩემს ცხოვრებას ასე ვცხოვრობ. სიმართლეს ხედავს. მე ჩემს ცხოვრებას ვცხოვრობ საჭირო ინფორმაციის პრინციპით. და ის რაც უნდა ვიცოდე, შემიძლია გავიგო, რადგან მე მაქვს ჩემი სიმდიდრე და კავშირები. რეალურად შემიძლია უბრალოდ ვესაუბრო იმეს. შემიძლია შენთან ვისაუბრო და გავიგო რა ხდება. არ მჭირდება 14 ადამიანის პუბლიკაციების წაკითხვა და იმის გარკვევა, რომელი მათგანია სიმართლე. შემიძლია პოლიტიკოსებთან ვისაუბრო, შემიძლია სამხედრო ლიდერებთან ვისაუბრო. გულისხმობ მე ბედნიერი ვარო ესეთი წტოლონ აქვს, მაგრამ ფიქრობ ეს ბევრად უკეთესი გზაა იმის გასაგებად, რაც უნდა ვიცოდე. და თუ არ ვიცნობ ვინმეს, ვინც რამეს ამიხსნის, ალბათ იმიტომ რომ ეს არ მჭირდება. და ამის გამო უფრო ბედნიერად ცხოვრობ. ამაზე დაკრნობით იცი, შენ კიდევ რამდენიმე კომენტარი გააკეთე ზოგი მოვისმინე პოდკასტში, რომელიც მაიკლ აიზენბერგთან ერთად ჩაწერე და ყველას ურჩევ რომ მოусმინონ. ვიფიქრე რომ ეს ბრწყინვალე იყო, როცა ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრე და ხელოვნურ ინტელექტზე ისეთი ტერმინებით ილაპარაკე, რომ ვფიქრობ ეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც ყველა სხვები ამბობენ. მათ შორის ჩემი ოჯახიც, რომ ყველანი ზედმეტები გავხდებით. ხელოვნური ინტელექტი იპყრობს მსოფლიოს და ხვალ უკვე ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ვიქნებით. და შენ გამოიყენე ეს ტერმინი, ვიცი რომ ფონზის სქემად მოიხსენი, ან როგორც არ უნდა დაგერქმი ამისთვის. შეგიძლია გაგვიზიარო შენი ხედვა, როგორ უყურებ ამას? და შენ თუ ამას დაინახავდი, რომ გესმინა პოდკასტები, მედია და სხვა ყველაფერი.
გულისხმობ მთელი ჩემი ზრდასრული ცხოვრება, ალბათ 35 წელია ხელოვნური ინტელექტის კვლევით ვარ დაკავებული. და მე მინახავს ეს ციკლები. ასევე ამ სფეროს სწავლობდი, რომ დოქტორის ხარისხი მიმეყო. ასე რომ ხელოვნური ინტელექტის სამყარო ჩემ დაბადებამდეც ვიცი. ხელოვნური ინტელექტი უკვე 100 წელია ყალიბდება. ეს არ არის რაც ბოლო 10 წელში მოხდა. და ხელოვნური ინტელექტის ციკლი, რომელიც სოფლიოში შემოიტანეს, ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები ყოველთვის ყველაზე ძლიერად მუშაობდნენ დემონსტრაციის დღეს. რადგან თუ მათი გაუმჯობესება შესაძლებელი იქნებოდა, დემონსტრაციის დღეს გადაავადებდნენ. ამ პროდუქტების უკანდგომი მეცნიერები უბრალოდ ცდილობენ, რომ ინტელექტის ილუზიის ყველაზე შთამბეჭდავი დემონსტრაცია წარმოადგინონ. მაგრამ ეს ალგორითმები ჯერჯერობით, ანუ შეიძლება მომავალში რაღაც ახალი მოვიფიქროთ, მაგალითად, კვანტური ჩახლართვის ან სხვა მოწინავე დამოუკიდებელი ტექნოლოგიების გამოყენებით და იქნებ მართლაც შევქმნათ რაღაც ახალი. მაგრამ დღეს რაც გვაქვს, უბრალოდ ჭკვიანური შაბლონების შეჯერება. მე ამას ესე უყურებ. ეს დიდი ენის მოდელები ისტორიაში ყველაზე ცუდი მონაცემთა ბაზის საცავის სისტემა. ისინი უბრალოდ ასობით ჯერ იმახსოვრებენ თავიანთ სასწავლო მონაცემებს სხვადასხვა ნიმუშებში, რათა გაამეორონ ის, რაც სასწავლო მონაცემებში უნახავთ. ინტელექტი ნიშნავს გამოიყენო შენი გამოცდილება იმისთვის, რომ ახლებურად განმარტო რაღაც ახალი. და ეს ალგორითმები ამას არ აკეთებენ. ისინი უბრალოდ თავდაჯერებულად იმეორებენ იმას, რაც ბევრჯერ უნახავთ თავიანთ სასწავლო მონაცემებში. და თუ რაღაც საკმარისად არ ყოფილა სასწავლო მონაცემებში, ისინი შემთხვევით პასუხებს იძლევიან თავდაჯერებულად. ამიტომ ხედავთ, რომ თუ გაარგოთ, რა არის 100 ყველაზე გავრცელებული გამოყენება, რისთვისაც ხალხი ამ სისტემას გამოიყენებს და დარწმუნდებით, რომ ისინი ძალიან კარგად არიან გაწვრთნილი ამ 100 რამის შესასრულებლად, 1 წლის ან წელიწადნახევრის განმავლობაში, ეს ისე გამოჩნდება, თითქოს ხელოვნური ზოგადი ინტელექტი გაქვთ, თითქოს AGI გაქვთ. მაგრამ როცა იწყებთ მათ უფრო მრავალფეროვანი მიზნებისთვის გამოყენებას, ან როცა მსოფლიო ნელ-ნელა იცვლება და შორდება თქვენ სასწავლო მონაცემებს, დაინახავთ, რომ მათი ხარისხი სულ უფრო და უფრო ეცემა. და სწორედ ამას ხედავთ რეალურ სამყაროში. პრობლემა ისაა, რომ ამ სისტემებს ჩვენს საბანკო ანგარიშებში ვაერთებთ, მათ ჩვენს პაროლებს და ავტორიზაციის მონაცემებს ვაძლევთ, მათ ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ინფრასტრუქტურას ვუერთებთ, ჩვენ ბიზნეს გადაწყვეტილებებს ვიღებთ მათზე დაყრდნობით. მესმის, რომ მარკ ცუკერბერგი ახლა ხელოვნურ ინტელექტს იტანებს თავისი კომპანიის სამართავად, როგორც საკუთარი თავის ხელოვნური ინტელექტის ვერსიას. და ეს გადაწყვეტილებები კატასტროფულია, რადგან ფუნდამენტურად ერთადერთი ინტელექტუალური სახეობა მსოფლიოში ადამიანია. და გავბედავ თქვა, რომ ღმერთმა ასე შექმნა. და ბაბილონის კოშკის დონის ქედმაღლობა იმის ფიქრი, რომ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რაც ღმერთმა გააკეთა. თუნდაც ისე კარგად, როგორც ღმერთმა, თუ არა უკეთ. ფიქრობ, საშიშია ვიფიქროთ, რომ ეს შეგვიძლია. და მართლა ვფიქრობ, რომ ამისთვის დაუსჯიან დაახლოებით ისე, როგორც ბაბილონის კოშკის შემქმნელები დასაჯეს. ანუ ეს უფრო ხელოვნური ინტელექტის აჟიოტაჟია, ვიდრე თავად ხელოვნური ინტელექტი. გულისხმობ, ეს არის აჟიოტაჟი იმის გარშემო, რასაც ახლა ხსნით. ეს ჩემთვისაც ახალია და ალბათ ჩვენი აუდიტორიის უმეტესობისთვისაც ახალია, რომ მთელი საფონდო ბაზარი დღეს ხელოვნური ინტელექტით იმართება. დიახ, ხალხი ამას .com-ის ბუშტს ადარებს, მაგრამ დიდი განსხვავება. .com-ის ბუშტის დროს კომპანიები $0-დან ან $1,000,000 ვირებულებიდან $1,000,000-მდე ადიოდნენ, შემდეგ კი კრახმა ისინი ისევ რეალობაში დააბრუნა. ჩვენ $1,000,000-იან კომპანიებს აუწიეთ ღირებულება $4,000,000-მდე. და ზიანი, რომელიც მსოფლიო ბაზრებსა და საზოგადოებას მიადგება, თუ $4,000,000-იანი კომპანია ისევ $1,000,000-მდე ჩამოვა, ბევრად უფრო დამანგრეველი იქნება ვიდრე მაშინ, როცა მულტიმილიარდიანი კომპანია თითქმის ნულამდე ჩამოდის. მე ამას ფონზის სქემას უწოდე, რაც ალბათ ზუსტი აღწერა არ არის, მაგრამ ამ კომპანიები ეხლა ეს უკვე აღარც კი ჰაიპის მანქანა. ეს ეხლა თვითმყოფადი ეგზისტენციალური საფრთხეა, რადგან თუ რომელიმე ამ კომპანიიდან აღიარებს იმას, რაც შიგნით იციან, რომ ეს ცრუდაპირებაა, რომ ისინი თავიანთ პროდუქტებს თაღლითურ დონეზე აჭარბებენ და აყალბებენ, თუ პირველი რომელიმე ამას გაამჟღავნებს, ყველა დანარჩენსაც დაანგრევს. ამიტომ არც ერთს არ შეუძლია ამის გაკეთება. ამიტომ ისინი სულ უფრო და უფრო მეც აბანდებენ ერთმანეთში, რომ თამაში გააგრძელონ. თანაც საცალო ინვესტორებს და ინდექსურ ფონდებსაც ამ პროცესში რთავენ. და ყველა უბრალოდ მიხვება იმას, რაც პოპულარულია. ამიტომ ამას მხოლოდ ისინი არ აყოლებენ, მაგრამ ეს ყველაფერი წყვილზეა დაფუძნებული, რომელიც შეიძლება თავიდან არ იცოდნენ, მაგრამ ეხლა უკვე იციან. და ისინი ამ ყველაფერს აგრძელებენ, რადგან გამოსავლის სტრატეგია სჭირდებათ. მათ სჭირდებათ გზა, რომ ამ სიტუაციიდან ისე გამოვიდნენ, რომ მსოფლიო ეკონომიკა არ გაანადგურონ. ამას მაინც ვაფასებ, რომ ამის გამო ზრუნავენ. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან არაეთიკურ საფუძველზეა აგებული, რადგან როცა მიხვდნენ, რომ ეს არ მუშაობდა, ბუშტს კიდევ უფრო ზრდიდნენ და აფუებდნენ.
და ეხლა როცა ეს ყველაფერი დაინგრევა, ნამდვილი დიდი კატასტროფა იქნება. ეს მაბრუნებს იმაზე, რასაც დიდი ფსონი ეწოდება. ფილმის სახელი როგორ იყო? ხო, დიდი ფსონი. გულისხმობ, ეს თითქოს დიდი ფსონია სტეროიდებზე, რასაც შენ უბრალოდ. მაგრამ ამაზე მოკლე პოზიციას ვერ გახსნი, რადგან ამ უკან იმდენი ტრილიონი დოლარია, რომ რაც უფრო მეტად დააფიქსირებ, მით უფრო მეც დაამატებენ გრძელ პოზიციას, რომ შენი მოკლე პოზიციები გააძევონ და გაგაკოტრონ. მე უბრალოდ არ დავაბანდებდი ამაში. არავიებდი რისკს, რომ ამაზე მოკლე პოზიცია გავხსნა, რადგან შეიძლება მართალი იყო, მაგრამ დროის მხრივ შეცდე. თუ ეს მოხდება 1 წლის შემდეგ, რაც მოკლე პოზიციიდან გამოხვალ, გაკოტრდები და მოკლე პოზიციას დაფარავ, არ გიშველის ის, რომ მართალი იყავ. და ასე ვფიქრობ, ასევე ვერ ვხედავ ვირებულებას იმაში, რომ აპოკალიფსისიც ფული იშოვ. ფიქრობ, უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს აუხსნათ, რატო არის AI-ის ბიზნეს მოდელი შეუთავსებელი ეკონომიკურ მეცნიერებასთან. უბრალოდ მათემატიკა არ ემთხვევა. და თუ ამას ადამიანებს დავაჯერებთ, აღარ დაბჭირდება ამით ფულის შოვნა. შეგვიძლია უბრალოდ უფრო და უფრო მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ ამისთვის და საბოლოოდ ზეწოლა მოლახდინოთ ამ კომპანიებზე, რომ აღიარონ მარცხი და იპოვონ გამოსავალი, რათა ჩვენ ისევ დაუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას და ჩვენი ბიზნესების მართვას. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ ისრაელში წავედი. ისრაელი, როგორც იცით, გარკვეულ სფეროში, ხელოვნური ინტელექტის სფეროში საკუთარ თავს ლიდერად მიიჩნევს. იქნება ეს კიბერუსაფრთხოება თუ ზოგადად უსაფრთხოება. გულისხმობ, თუ მიმდინარე ომს შევხედავთ, ჩვენი სამიზნეები შეირჩევა, როგორც ამბობენ, ხელოვნური ინტელექტის მოდელის მიხედვით. ამიტომ გონია, რომ ის ამ სფეროში მუშაობს, მაგრამ ეს ხელოვნური ინტელექტი არ არის. ასეა? ეს არის გავრცელებული მცდარი წარმოდგენა, რომელიც მაშინ შევიტყვე, როცა მაგისტრატურაში ვსწავლობდი. პროფესორმა, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა ხელოვნურ ინტელექტზე, მითხრა, რომ მას ხელოვნურ ინტელექტს ეძახიან მანამ, სანამ არ ამუშავდება. შემდეგ კი უბრალოდ ალგორითმი. Google დაახლოებით 2010 წელს ერთ-ერთი საუკეთესო ხელოვნური ინტელექტის ნიმუში იყო, რაც კი ოდესმე დაწერილა. უბრალოდ ხალხმა დაივიწყა, რომ ეს ხელოვნური ინტელექტი იყო, რადგან უბრალოდ იყენებდნენ მას. ეს უბრალოდ მათი ცხოვრების ფონად იქცა. უბრალოდ საძიებო სისტემად იქცა. ხო, მეტყველების ამოცნობა ხელოვნური ინტელექტია. ეს ხელოვნური ზოგადი ინტელექტი, ან ეს დიდი ენის მოდელები, რომლებიც ქმნიან თავისუფლად მოსაუბრე ჩატბოტებს, რომლებიც თითქოს დამოუკიდებლად ფიქრობენ, აი ეს არის ბუშტი. აი ამას ტყიდიან სტარად, როგორც რაღაც გონიერს. ხალხი როცა მე ხშირად ვისმენ სტარტაპების პრეზენტაციებს, ეს არის ჩემი პროფესია. და როცა დამფუძნებელი მეუბნება, რომ მათი პროდუქტი რაღაცას იგებს, ან სწავლობს, ან ვითარდება, ვაჩერებ და ვეკითხები, რას გულისხმობთ სწავლაში? რადგან მათემატიკური ალგორითმები ითვლება სილიკონის კომპიუტერზე, რიცხვები მრავლდება და ემატება ერთმანეთს და თქვენ იღებთ შედეგს. იქ სწავლა არ ხდება, იქ არაფერი არ იგებს არაფერს. ადამიანები იგებენ რაღაცებს. ბავშვები სწავლობენ, ზრდასრულები სწავლობენ. კომპიუტერები ითვლიან, ასე რომ მითხარით რა ალგორითმები მუშაობს, რა შეყვანებია შეყვანილი და რა შედეგები გამოდის. მაგრამ ნუ გააკეთებთ სახეს, თითქოს იგებთ ან სწავლობთ, რადგან ეს ტერმინოლოგიის არასწორად გამოყენება. სემანტიკა არ ემთხვევა იმას, რასაც ის აკეთებს და ვფიქრობ, რომ ხელოვნურ ინტელექტს ასე უნდა შევხედოთ. ხელოვნური ინტელექტის მიზნობრიობა უბრალოდ წარსული მონაცემების გამოყენებაა, შაბლონების დამთხვევა და გენერაციული მოდელის შექმნა, რომელიც წარსულზე დატრნობით მომავალზე რაღაცას წინასწარ მეტყველებს. ეს ტრენდს თავში პირადადაც გვიკეთებია იმ დროიდან, რაც ადამიანები არსებობენ. ხედავ ცხოველს და გინდა განსაზღვრო, უნდა გაიქცე თუ ებრძოლა. ალგორითმის შექმნა, რომელიც ამას აკეთებს, უბრალოდ ხელოვნური ინტელექტია. ეს კომპიუტერების კარგი გამოყენებაა. მაგრამ უნდა დავიგოთ, რა მუშაობს. თუ თქვა ეს მონაცემებში არის ინფორმაცია, რომელიც დაგეხმარებათ მომავლის შესახებ გაურკვევლობის შემცირებაში, ეს სასარგებლო ხელოვნური ინტელექტია. თუ უბრალოდ გაქვთ რაღაც, რაც შემთხვევით შედეგებს ქმნის და რეალურად არ გაძლევთ გაურკვევლობის პროგნოზირებად, გაზომვად, შემცირებას, მაშინ ეს არ არის სასარგებლო ხელოვნური ინტელექტი. და ვფიქრობ, რომ ის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც დღეს გვთავაზობენ, ალბათ გამოყენების შემთხვევების მხოლოდ 5% რეალურად ღირებული აღმოჩნდება. დღეს კატიდული პროდუქტების 95% ალბათ 3 წელიწადში არ არიარსებებს. და ვინც მას მასშტაბურად დანერგავს და იტანჯება იმ შედეგებით, რომ წარმოებაში შეიტანს რაღაცას, რაც აუნებს მათ ბიზნესს, შეცვლის მათ სამუშაო ძალასა და სამუშაო პროცესს და შემდეგ მოუწევთ გადაიხადონ ფასი იმისთვის, რომ ეს ყველაფერი უკან დააბრუნონ. ესე რომ თუ ისრაელს ავიღებთ, ერთ-ერთი კრიტიკა, რაც ისრაელში შიგნით მომისმენია, არის ის, რომ ისრაელი თვლის თითქოს ჩვენ ნელავ ნერგავთ ხელოვნურ ინტელექტს და ეხლა ცდილობენ სწრაფად დაეწია. მე ვფიქრობ, რომ საუკეთესო რამ ისრაელისთვის და ნებისმიერი ბიზნესისთვის არის უბრალოდ დაელოდონ გვერდიდან. შეიძლება ექსპერიმენტები ჩაატარონ,
ისწავლონ როგორ იყენებენ სხვები ამას გვერდით, მაგრამ არა წარმოებაში. და თუ ცდები და ეს მართლაც ძალიან ღირებულია, მაშინ შეგიძლიათ სწრაფად დაიწყოთ მისი ინტეგრაცია. მაგრამ სულ უფრო მეტი მტკიცებულება აჩვენებს, რომ მე მართალი ვარ. და რაც უფრო ნაკლები კომპანია და ქვეყანა არ დანერგავს მას, ისინი გამოვლენ გამარჯვებულებად. ვაუ. ნახეთ, ისრაელს, როგორც ხვდები, ამ მოდელების ძალიან პრაქტიკული და კონკრეტული გამოყენება აქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ რაკეტები მოდის, რათა მოკლას. ჩვენი სისტემა, რომელიც იყენებს გარკვეულ ალგორითმებს, სიცოცხლეს გიხსნით. რას არაკეთებს ისრაელი? მაშ ნება მომეცით, ორი მაგალითი მოგიყვანოთ. Salesforce-ი ძალიან სწრაფად დაანერგა Agentic AI. რათა დიდი ენის მოდელზე დაფუძნებული ალგორითმები აეღოთ და დაეწყოთ მათი ინტეგრირება Salesforce-ის ძირითად ფუნქციონალში, რათა მომხმარებლებს ეგრძნოთ Agentic AI-ის საოცარი ღირებულება. და ეს კატასტროფა იყო. რამდენიმე თვეში მომხმარებლები ჩიოდნენ, რომ საბაზისო ფუნქციები აღარ მუშაობდა, ის რაღაცები, რაც ადრე მყარად და დეტერმინისტურად მუშაობდა, უცებ შემთხვევით ირღვეოდა. და მარკ ბენიოფი გამოვიდა ალბათ 6 თვის შემდეგ Agentic AI-ის დანერგვიდან და თქვა უკან ვიხევთ. ამას ვაცლით სისტემიდან. ბრუნდებით დეტერმინისტულ RPA-ზე დაფუძნებულ ალგორითმებზე, რომელსაც ადრე იყენებდნენ. და შევისწავლით, როგორ უნდა დაუნერგოთ AI სწორად, რადგან არ იმუშავა. კიდევ ერთი მაგალითია Apple. ასე რომ მარკმა სინამდვილეში პატიოსნება გამოიჩინა ამის გასაკეთებლად. ხო, მას სხვა გზა არ ქონდა, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი გზავნილია. მაგრამ უკეთესი მაგალითია Apple. რადგან Salesforce-ი, Apple-ის iPhone-ი, ესენი არის ნივთები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღე, ყოველ წამს იყენებენ. თუ კითხულობ სტატიას და იყენებ ხელოვნურ ინტელექტს მის შესაჯამებლად, ამას დრეში რამდენჯერმე გააკეთებ, თუ ეს პროფესიული საქმეა, ან შეიძლება კვირაში რამდენჯერმე, თუ უბრალოდ პირადი განვითარებისთვის იყენებ. თუ კარგად არ მუშაობს, შეგიძლია აღიდგინო მდგომარეობა. მაგრამ როცა Salesforce-ი შეწყვიტა მუშაობა, ეს კატასტროფა იყო ყველა იმ ბიზნესისთვის, ვინც მას მასშტაბურად იყენებდა. როცა F-მა სცადა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ტელეფონის Apple Intelligence-ში, ხალხო გულისხმობ ადამიანების გულები ნაკლებად გამოიყენება მათ სხეულებში, ვიდრე ტელეფონები თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. და როგორც კი Apple-ის ინტელექტის სირიში ტელეფონებზე ჩართეს, ადამიანების ცხოვრება აირია. და ყველამ დაადანაშაულა Apple. თქვენს როგორ შეიძლება ესეთი არაკომპეტენტური იყოთ? ყველა დანარჩენი ხელოვნური ინტელექტს წარმატებით ნერგავს. თქვენ ვერ ახერხებთ ამას. რა ისჭირთ თქვენს კვლევრებს? ეს არასწორი ანალიზია. საქმე იმაშია, რომ Apple-ის პროდუქტები იმდენად ორგანულად არის ინტეგრირებული საზოგადოებაში, რომ ყველა მაშინვე შეამჩნია, როცა არ იმუშავა. ეს Apple-ის წარმატების და ინტიპის ხელოვნური ინტელექტის ფართო მარცხის ბრალია, რამაც Apple-ი ცუდად გამოიყვანა და Apple-ის ინტელექტი არ იმუშავა. ამიტომ ვფიქრობ, ის რაც ისრაელში ვნახეთ, გვიჩვენებს, რომ არსებობს გამოყენების შემთხვევები, რომლებიც მუშაობს. ისრაელი მხოლოდ იმ რაღაცებს იყენებს, რაც ნამდვილად მუშაობს, რადგან ამერიკისგან განსხვავებით, სადაც არაფერი ნამდვილად მნიშვნელოვანია, ისრაელში ყველაფერი მნიშვნელოვანია. ჩვენ გარშემო მტრები გყავს, რომლებიც უბრალოდ ჩვენი მოკლა უნდათ. და თუ ღაზის მიმდებარე ტერიტორიების საზღვართან მცირედ სისუსტეს გამოვაჩენთ, უცებ თავს დაგვესმებიან. და რომ სოფრიო ისე ემუშავა, როგორც მათ ჰქონდათ დაგეგმილი, ჩვენ აქ აღარ ვიქნებოდით. მაგრამ მადლობა ღმერთს, ჰეზბოლამ დაავიწყდა გამოჩენა და იუდეასა და სამარიაში პალესტინელებსაც დაავიწყნათ გამოჩენა, ხოლო ღაზას ჰამასი მარტო დარჩა ამ საქმეში. მაგრამ ისრაელში ყველაფერი უნდა მუშაობდეს. ჩვენ არ შეგვიძლია ერთი თვე ისე გავატაროთ, რომ ჩვენი Salesforce-ის მსგავსი რამ აგენტური ხელოვნური ინტელექტის გამო გაჩერდეს. ჩვენ არსებობას შევწყვეტით. ამიტომ ისრაელი ვერ იქნება ხელოვნური ინტელექტის ადრეული მიმღები, რადგან ისრაელისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანი ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა. და სწორედ აქ ფიქრობ, რომ ბიზნეს სამყაროში ამერიკაში, დასავლეთსა და ევროპაში რადგან იქ საქმეებს ესეთი დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. და შეგიძლია ეს თამაში ითამაშო, შეგიძლია თავი მოაჩვენო, თითქოს რაღაცები მუშაობს კარგულ დონეზე და საბოლოოდ ისინი უკან დაიხევენ და ისო დაბრუნდებიან. ისრაელმა ძალიან ფრთხილად უნდა გამოიყენოს ეს. ვიცი რომ ეხლა ისინი ცდილობენ ხელოვნური ინტელექტის დანერგვას განათლებაში. ჩვენ ნახეთ, რამდენად წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების განათლება. რომ არ ყოლოდა ბწკინვალე ადამიანები, გმირები ისრაელის თავდაცვის ძალებში. არა მხოლოდ სიმამაცითა და ფიზიკური ძალით ბრძოლა, არამედ გონების გამოყენება, ბწკინვალების გამოვლენა და ჭკვიანურად ბრძოლა. ჩვენ ვამარცხებთ მტრებს, რომლებიც თითქოს ჩვენზე ბევრად დიდი და ძლიერები არიან, ჩვენი ჯარისკაცების ბწკინვალებისგან. თუ ჩვენ საფრთხის ქვეშ დავაყენებთ ჩვენ სადამანათლებლო სისტემას და არასწორად გამოვიყენებთ არამუშა ხელოვნურ ინტელექტს განათლებაში, ამისგან ვეღარ აღვიდგენ თავს.
და ვფიქრობ, ეს ის საკითხია, რაზეც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ისრაელში ყველაფერი მნიშვნელოვანია. იცით, ჩვენ აქ 8200-ის ფენომენი გვაქვს. რა თქმა უნდა, ისრაელში ჩვენი ყველაზე დიდი სამხედრო დანაყოფი არის 8200, რომელიც სადაზვერვო დანაყოფია, სიგნალების დაზვერვა, რომლის კურსდამთავრებულებით შემდეგ ქმნიან ისრაელის წამყვან კომპანიებს. თუ ეხლა 8200 საგანმანათლებლო საბჭოში იქნებოდით და გსურს, რომ ამ ადამიანებმა ისრაელისთვის ძლიერი ეკონომიკური მომავალი შექმნან, სად გაამახვილებდით მათ ყურადღებას? მე მათ ყურადღებას გამახვილებდი OpenAI-მდე პერიოდის მანქანური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის ნური ინტელექტის ალგორითმებზე. მანამდე სანამ OpenAI გამოუშვებდა ChatGPT-ს, ჩვენ სტაბილურად მივდიოდით იმ გზით, რომ შეგვექმნა წარმოუდგენლად ძლიერი მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების აპლიკაციები მანქანური სწავლების გამოყენებით, ტრანსფორმერის მოდელების გამოყენებით, რომლებიც დიდი ენის მოდელების თეორიულ საფუძველს წარმოადგენს. და Transformers მოდელები გვეხმარებოდა ნიმუშების ამოცნობაში ისეთ დონეზე, რაც მანამდე გვაფერხებდა. ეს იყო თაობაში ერთხელ მომხდარი სამეცნიერო აღმოჩენა, რომელიც მზად იყო, რომ უკეთესობისკენ შეეცვალა ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება. და შემდეგ გამოჩნდა დიდი ენობრივი მოდელები, რომლებიც შექსპირის სონეტებს ქმნიდნენ და ოპრას ხმას ბაძავდნენ. და უცებ ჩვენი ყურადღება გადატანილი იქნა ბრჭყვიალა საგნებზე და ვეღარ ვაზროვნებდით სწორად. მაგრამ მე ნამდვილად ურჩევდი მათ, რომ შეისწავლონ ტრანსფორმერის მოდელები, შეისწავლონ დიდი ენობრივი მოდელების საფუძვლად მდგრარი მეცნიერება. ყოველთვის როცა ვაბანდებ კომპანიაში, რომლის პროდუქტი დიდ ენის მოდელებზეა დამოკიდებული, მინდა დავრწმუნდე, რომ მათ გუნდში არის მეცნიერი, რომელსაც შეუძლია ტრანსფორმერის მოდელის შექმნა თუ საჭირო გახდება. ალბათ ამას არ გააკეთებენ, რადგან საკმარისი ღია კოდის ალგორითმებია გამოსაყენებლად. მათ არ სჭირდებათ ბორბლის თავიდან გამოგონება. მაგრამ მინდა რომ იგივე პრინციპი იყოს, როგორც მაშინ, როცა მინდა ბავშვმა იცოდეს შეკრება და გამრავლება, სანამ კალკულატორს გამოიყენებს. და მინდა რომ იცოდნენ, როგორ დაწერონ ესე ქაღალდზე, სანამ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმს გამოიყენებენ მის შესაქმნელად. მინდა რომ ჩემმა მეცნიერებმა და ტექნოლოგიურმა გუნდებმა გაიგონ, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და როგორ მუშაობს დიდი ენობრივი მოდელები, სანამ მათ გამოიყენებენ. და როცა მათ გაიგებთ, ალბათ მიხვდებით მათ შეზღუდვებსაც და გამოიყენებთ მათ ისეთ სიტუაციებში, სადაც ისინი რეალურად დაამატებენ ღირებულებას, ხოლო აირიდებთ მათ გამოყენებას ისეთ სიტუაციებში, სადაც შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ღირებულებას მატებენ, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. იმედი მაქვს ისმენენ, რადგან როგორც ჩანს, აქ ბევრი რამ დევს სასწორზე. რა თქმა უნდა. მინდა რომ დროით უკან დავბრუნდეთ, მართლა ისტორიულად ცოტათი უკან გავიხედოთ. ერთ-ერთი პროექტი, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული, დავითის ქალაქია. ეს ის ადგილია, სადაც მეც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე. და იცით, ისრაელიც, თქვენ ეს მაიკლ აიზენბერგთან საუბარშიც ახსენეთ, მეც არაერთხელ მithქვამს ეს. ჩვენ ვართ სტარტაპერი და დღეს ისრაელი თითქოს ყველაფერს ამაზე აგებს, რომ სტარტაპერი იყოს. სინამდვილეში ჩვენი შეკავების ძალა მსოფლიოს მიმართ თითქოს სწორედ სტარტაპერია. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ უძველესიერი ვართ. ჩვენ ვართ მკვიდრიერი. და მგონია, რომ ნელ-ნელა ვიწყებთ ამ ყველაფრის დაჯერებას და თითქოს გვავიწყდება, საიდან მოდის ეს ყველაფერი. რას ფიქრობთ ამაზე? და როგორ ითამაშა დავითის ქალაქმა როლი თქვენს გაგებაში ისრაელისა და იმაში, თუ სად უნდა ვიყოთ ისტორიაში? როგორ უკავშირდება ჩვენი უძველესი წარსული, ჩვენი ინოვაციური წარსული, მეფე დავითიდან დღემდე ერთმანეთს? ვფიქრობ, ძალიან ცოტა ადამიანი აკეთებს ამ კავშირს. დიახ, ვფიქრობ, რომ არ მომწონს ამის უძველეს წარსულად აღქმა, რადგან თორა, ტაძრის მთა, იერუსალიმი და ის უნიკალური ადგილი, რომელიც სამყაროში ყველაზე წმინდა, დღესაც ისეთივეა, როგორიც იყო 3000 წლის წინ. აკა და რაც არ უნდა მოხდეს მიგდოშის მესამე საფეხურზე, დროით არის შეზღუდული, მაგრამ ტაძრის მთის უნივერსალურობა უნივერსალურია და დროის მიღმა. და ვფიქრობ, რომ ჩვენ, როცა ვიბრძოდით და როცა გვესმოდნენ თავს, 7 ოქტომბერს ეს იყო რეაქციაში. ვივეძროთ Hashems, და ვთხოვოთ Hashems ხსნა, გამოჯამრთელება და გამარჯვება ჩვენს მტრებზე. რადგან ჩვენ თითქოს მოულოდნელად დაგვატყდა თავს ყველაფერი. უპირატესობა არ ქონდა და ვიბრძოდით. ფიქრობ, მით უმეტეს, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ როცა ღმერთის დახმარებით და ყველა აშკარა სასწაულით ვაღწევთ გამარჯვებას, მით უმეტეს უნდა ვაღიაროთ ჩვენი ძალის წყარო, ჩვენი წარმატების წყარო. ჩვენი წარმატება იმაშია, რომ ვცდილობთ. ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ჩვენი მატერიალური ძალის ხმევით. ვსწავლობთ თორას, ვასრულებთ მიცვათს, ვკითხულობთ თეხილიმს და ვლოცულობთ. და თუ ამას დავიმსახურებთ, ღმერთი მოგცემს წარმატებას. და მე უდიდესი პატივისცემა მაქვს ჩვენი ჯარისკაცების მიმართ. ისინი ჩემთვის გმირები არიან. ყველას ნებისმიერ ჯარისკაცს, რომელიც ჩემთან მოვა, ნებისმიერ დროს ვუყიდი სადელს. თქვენს აუდიტორიას შეუძლია ამ შეთავაზებით ისარგებლოს. მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ ეს და მგონია, რომ ესმით კიდეც, რომ ისინი ყოველდღე ხედავენ სასწაულებს თავიანთ ბრძოლებში.
და ეს ხაშემისგან მოდის. და თუ ჩვენ არ ვავიარეთ ტაძრისთვის მნიშვნელობას, იერუსალიმის მნიშვნელობას და ჩვენი მისწრაფების სიწმინდეს მესამე ტაძრისა და მასიახის მიმართ, მაშინ არს ვკარგავთ. ჰაშემი ამას ჩვენთვის არ აკეთებს, იმიტომ რომ ჩვენი სტარტაპები მოსტონს, ან იმიტომ რომ ჩვენი ნობელის პრემიები მოსტონს. ეს ყველაფერი მატერიალურია, ჩვენი წარმატების გაშმია უსია. და ეს ნაწილია იმისა, რომ ღმერთი გვაძლევს ძალას, ვაკეთოთ როგორც კარგი, ისე ცუდი. იცი, ჩვენი ღვთიური სული გვაძლევს ძალას. იცი, ჩვენი კლიპა აძლიერებს იმას, რაც სულს ვაკეთებთ. და ეს სუპერ ძალა, ეს ზებუნებრივი ძალა. მაგრამ ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ კეთილისკენ, რადგან ღვთიურები ვართ. და უნდა ვაჩვენოთ ღმერთს, რომ ეს გვესმის, რომ ეს მისგან მოდის. და თუნდაც დავბრუნდეთ იმაზე, რამდენადაც მე იცი, დიდი მხარდამჭერი ვარ იმ სამუშაოს, რაც დავითის ქალაქში ტარდება. მომლოცველთა გზის დიდებულების აღდგენა შილოახის აუზიდან ტაძრის მთამდე, რათა ხელახლა შევქნათ ის, რასაც ჩვენი ხალხი ასობით წლის განმავლობაში აკეთებდა, როცა ტაძრები იქ იყო. მაგრამ თუნდაც დავბრუნდეთ ჩვენი აღთქმის ნამდვილ წყაროსთან, ეს არის ხებრონი და მახპელას გამოქვაბული, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ღმერთის სასწაულებს ნაწილობრივ, იმიტომ რომ კარგ საქმეებს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ვიცავთ თორას, იმიტომ რომ ვაღიარებთ ჰაშემს. მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი რაც გვაქვს, იმიტომ არის რომ ღმერთმა დადო შეთანხმება და ღმერთი ფირსეულია. ღმერთმა მისცა დაპირება ავრამ ავენუს და ავოც ნიმაოს, რომ ის ყველაფერს გააკეთებდა ჩვენთვის, რასაც დღეს აკეთებს. და ის არ იტყუება, ის არ არღვევს შეთანხმებას, ის ყოველთვის იხდის თავის ვალს. და ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რაც გვაქვს აოც ნიმაჰოსის დამსახურებით. და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ არა მხოლოდ ის, რომ გვაინტერესებს ტაძრის მთა და ბეის ჰამიგდაშის სახლი, ჩვენი სულიერების სახლი, არამედ ისიც უნდა ვაღიაროთ. ეს ყველაფერი აბრაამთან აღთქმის გამოა და იმისთვის, რომ პატივი ვცეთ ავოც ნემოსის სამარხს, პატივი ვცეთ ხევრონს და პატივი ვცეთ იუდიას, ქვეყნის გულს და დავწმუნდეთ, რომ ისეთივე მზრუნველობას ვაჩვენებთ ნამდვილი სტარტაპების ქვეყნის მიმართ, რომელიც აბრაამის სახლი. ისევე როგორც ჩვენ და კიდევ უფრო მეტად ზრუნავთ სტარტაპების ქვეყანაზე თელ-ავივში, ჰერცელიაში და ისრაელის დასავლეთ სანაპიროზე. აბრაამის შეთანხმებები, როცა თქვენ საუბრობთ, მე წარმომიდგენია წარმომადგენელი, რომელიც მიდის აბრაამის შეთანხმებების განხილვაზე ჩვენს სხვა აბრაამულ ნათესავებთან ერთად და მართავს დისკუსიას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რასაც თქვენ ამბობთ. და ეს ჩემთვის სრული დანაკარგია. ანუ ის იტყვის რქვის, რომ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თავდაცვის ტექნოლოგიები, რომლებსაც მზად ვართ გაუზიაროთ, რომ ჩვენ გვაქვს დაზვერვა მთელ ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ სინამდვილეში, რასაც თქვენ ამბობთ, არის ის, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც უნდა შევიტანოთ ღვთიური მისიის იდეა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. და ეს არის ჩვენი წარმომადგენელი. ეს არის ჩვენი წარმომადგენლობა აბრაამის შეთანხმებებში. დიახ და არა. თუ სირიის, ჰამასის, ირანის ან ჰეზბოლას რომელიმე ლიდერი ჯერ კიდევ ცოცხალი იქნებოდა, ისინი აღიარებდნენ. ის, რასაც არაბული სამყაროს ლიდერები აღიარებენ, ვინც ცოცხალია აღიარებს, არის ის, რომ ვინც გრწევლის, თავადაა დაწყევლილი. ვინც გვაკურთხებს კურთხეულია, მაგრამ ეს გადაიქცა იმად, რომ ვინც გვაკურთხებს, კეთილდღეობით კურთხეულია. ვინც გრწევლის, მკვდარი. ამიტომ შესაძლოა წარსულში შეცდომით აბრაამის შეთანხმებებს ტექნოლოგიისა და მატერიალური კეთილდღეობის საფუძველზე უწევდით პოპულარიზაციას. მაგრამ ვფიქრობ, აბრაამის შეთანხმებების მომავალი დამოკიდებული იქნება ამ ქვეყნების ლიდერების სურვილზე, რომ რეალურად გადარჩნენ და გააგრძელონ ამ ქვეყნების ლიდერობა. და ისინი მიიღებენ კეთილდღეობის სარგებელს, რადგან ვინც ჩვენ გვაკურთხებს, ისიც კურთხეული. მაგრამ ვფიქრობ, ვაჩვენეთ, რომ თუ ჩვენ წინააღმდეგ წახვალთ და ბოდიშს არ მოიხდით, ვერ გადარჩებით. მით უმეტეს დიდხანს ვეღარ იქნებით თქვენი ქვეყნის ხელმძღვანელი. და სამწუხაროა, რომ ამას არ ვამბობთ. ჩვენ უნდა დავაფასოთ ის, რითაც ღმერთმა დაგვაჯილდოა. თითქოს გონია, რომ საკუთარ თავზე ბოდიში უნდა მოვიხადოთ და ჩვენი არსებობა ტექნოლოგიებით, სტარტაპებითა და 30 მილიარდიანი გარიგებებით გავამართლოთ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ეს არის ჩვენი არსი. ჩვენ სტარტაპების ერი არ ვართ. ჩვენ ვართ ისრაელის მიწა. ჩვენ ვართ თორას მიწა. ჩვენ ვართ მიწა, რომელიც იეჰოშუამ დაიპყრო. და ჩვენ კვლავ ვიმყოფებით მისი დაპყრობის პროცესში. და ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს მემკვიდრეობა და ჩვენცად მივივოთ ეს მომავალი. დეივიდ, მგონია, რომ ეს სიტყვები ძალიან მართალია. სინამდვილეში საჯაროდ ვიტყვი, რომ მგონია ამაზე ბევრად შორს წასვლა უბრალოდ დროის კარგვა იქნება.
მინდა ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ მოусმინოს იმ ბოლო 2 წუთს, რაც თქვი. გძნობ რომ ეს მისიის განცდა, რაც აქამდე ამ პოდკასტში ასეთი სრული სიცხადით არ მქონია. და არ ვიცი ზუსტად რა გითხრა ღმერთმა, როცა ზეთისხილის მთაზე იდგი. მაგრამ მან აიყვანა ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც რელიგიურ ოჯახში არ გაზრდილა და ეს უბრალოდ ნამდვილი გაგებით განმანათლებელია. გონია რომ ჩვენთვისაც კი უბრალოდ აქ ჯდომისას რაღაცა ბურუსია. თუნდაც მე, რომელიც ხშირად გამოვდივარ ახალ ამბებში, ვიცავ ისრაელს და ვცდილობ ბოდიში არ მოვიხადო, მაგრამ მაინც მაკლია ის ძირითადი სიმართლე, რაზეც თქვენ საუბრობთ. და მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ეს აქ თრიზის პოდკასტში მოიტანეთ. მგონია რომ ეხლა ეს ნამდვილი აღმოსავლეთია. და შეიძლება გითხრათ, რომ ისევე როგორც ჰაშემის ჩემთან საუბარი, როცა ახალგაზრდა ვიყავი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის სწავლა, რაც ტანიას და ხასიდიზმის შესწავლით მივიდე, არა კაბალიდან. ტანია სხვათა შორის ჩვენი მსმენელებისთვის. ტანია არის ალთერ რებეს მიერ ხასიდური სწავლებების, ძველი ზოჰარის, ებრაული მისტიციზმის გადმოცემა, რომელიც მან ფართო მასებისთვის წარმოადგინა იმ დროს, როცა ამას ბევრი წინააღმდეგობა ჰქონდა საზოგადოებაში. მაგრამ ჩემთვის ეს მეტაფიზიკა, ეს არის სულიერი სამყაროს მეცნიერება. ჩვენ არ შეგვიძლია მისი ნამდვილი გაგება მხოლოდ მეტაფორებით. მაგრამ ხასიდური სწავლებები, რომლებიც ტანიაშია ჩადებული და ტანიაშია განმარტებული, მეხმარება მეცნიერს წარმოვიდგინოს სულიერი სამყარო, რომელსაც ვერ აღვიქვამ. ეს დაახლოებით ისეა, როგორც ჯემ საიმონსი, რენესანსის დამფუძნებელი, იყო კომპიუტაციური გეომეტრი. მას ესმოდა 16 განზომილებიანი სივრცეები, 16 განზომილებიანი სივრცეების მათემატიკა. ჩვენ ცხოვრობთ 4 განზომილებაში, ხოლო სულიერი სამყარო, ქაშუთის სამყარო, მცნებებების სამყარო, კლიპას სამყარო, სულიერების სამყარო, სხვა განზომილებაშია, რომლის აღქმაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ ამისთვის შეგრძნებები არ გვაქვს. და თორა გვიხსნის მატერიას, ეს არის მომხმარებლის სახელმძღვანელო იმისთვის თუ როგორ ვმართოთ სამყარო, სადაც ბრმები ვართ იმ ხრელების მიმართ, რომლებშიც შეიძლება ჩავვარდეთ თუ შევაბიჯებთ. ამიტომ თორა გვასწავლის როგორ ავიცილოთ სულიერი ზიანი, რომლის აღქმაც ჩვენ არ შეგვიძლია თუ კი მას მივიღებთ. ხოლო ტანია ხსნის მის უკან დგომ მეტაფიზიკას. ის გვაწვდის მეტაფორებს იმის შესახებ თუ როგორ იბრძვიან მუდმივად ჩვენი ღვთიური სული და ჩვენი ცხოველური სული და როგორ ვართ ჩვენ სინამდვილეში, ეს მთელი სამყარო უბრალოდ ღმერთია. თუ ოდესმე გინახავთ ფილმი მატრიცა, პირველი ფილმის ბოლოს, როცა ნეო იწყებს ვირტუალური სამყაროს ბიტებისა და ბაიტების ქსოვილის დანახვას, რომელშიც ცხოვრობს, სწორედ ასეთ რეალობაში ვცხოვრობ ჩვენს. ჩვენი ფიზიკური სამყარო, რომელიც ძალიან რეალურია და ჰაშემი უნდა რომ ჩვენ ის რეალურად შევიგრძნოთ, სწორედ ეს არის, რომ ამ სამყაროს 4 განზომილებიანი სივრცე, მხოლოდ ბიტები და ბაიტებია ჰაშემისთვის მეტაფორულად. და ჩვენ ებრაელები ორივე ცხოვრობთ ამ ფიზიკურ სამყაროში. მაგრამ ტანიას მიხედვით, ჩვენ ასევე ვართ იმ ვირტუალური სამყაროს ქსოვილის ნაწილი და პასუხისგებლები ვართ, რომ ეს სისტემა სწორად იმუშაოს. და თორა ზეპირი ტრადიცია და მისტიკური სწავლებები ყველა ის ელემენტია, რომელიც გვასწავლის, როგორ მოვიქცეთ პასუხისმგებლობით. და როცა ტანიას უკვე მესამედ ვკითხულობდი, დავიწყე იმის დანახვა და დაგება, რა შედეგები აქვს ამას, რა არის სულიერი სამყაროს მეტაფიზიკა, მეტამეცნიერება. გავაცნობიერე, რომ ჩემი საქმე აქ, მიუხედავად იმისა, რომ აქ ვარ სიამოვნებისთვის, კარგი ტელეშოუების საყურებლად, კარგი ღვინისტის დასაგემოვნებლად და სხვა მსგავსი რაღაცების დროსაც ყოველდღიურ სამყაროში, ყაროში. მე უნდა გავაკეთო რაღაცა ჰაშემისთვის. ჰაშემი აქ მიზნობრივად მატენებს და თუ შევძლებ, ჩემი ალგორითმები ამ მატრიცაში ისე ჩაჯდება, რომ შევასრულო ის, რაც უნდა გავაკეთო, დამაჯილდოებენ ღეგრძელობით, ჯამთელობით, პროდუქტიულობით და ჩემი შვილებით ისარგებლებენ. მე ვიქნები ისტორიის ნაწილი, ისე როგორც დედოფალი ესტერი იყო თავისი ისტორიის ნაწილი, რადგან მან დათანხმდა რისკზე წასვლას და მიუახლოვდა იახეშვერუშს. თუ ჩემს ნაწილს შევასრულებ, ამისთვის დამაჯილდოებენ. თუ ამას არ გავაკეთებ, უბრალოდ სულიერად ან ფიზიკურად მოვკვდები და უმნიშვნელო გავხდები. ამიტომ ვფიქრობ, რომ რაც ტანიადან ვისწავლე არის ის, რომ ჩემი საქმეა, რაც შეიძლება სწრაფად და სრულად გავიგო, რა არის ღმერთის მიზანი ჩემთვის, თქვენი აუდიტორიისთვის და ყველასთვის, ებრაელებისთვისაც და არაებრაელებისთვისაც, ჩვენ ყველანი აქ ვართ მიზნისთვის. და ჩვენ უნდა ვეძებოთ ეს, გავიგოთ ჩვენი მიზანი და ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტად ვიყოთ ღმერთის ჩანაფიქრის ნაწილი, რომ შევძლოთ ხსნის მიღწევა. ჩვენ შეგვიძლია მივესალმოთ მესიას, მივიღოთ მესამე ტაძარი და დავამკვიდროთ მომავალი სამყაროს ახალი ხანა, მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ. და ეს საქმე არ არის ის, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, რას ნიშნავს თორა, ან როგორი გვინდა იყოს იუდაიზმი. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა არის თორა ღმერთის მიხედვით და რა არის ჩვენი მიზანი ამ სამყაროში. დავით, ეს უბრალოდ დაუჯერებელია. დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდი. დიდი მადლობა, რომ მიმიწვიეთ.